დახმარებოდა ამ ჩართვაში, მაგრამ რატომღაც საერთოდ ადვოკატი არ მოვიდა. იმედია დედაჩემი ეგრევე წამოვა და შემეხმიანება და მოშემატყობინეთ ხდება. მეორე არის ის, რომ რა თქმა უნდა მე გამოდივარ არა სასამართლოში, საქართველოში არ არსებობს სასამართლო. საქართველოს გადააქციეს ერთი შოუთ, რომელსაც ჰქვია სასამართლო. ყველა ამბები იწყებდა თავდობა იმისა, მორიგი მსხვერპლი ვინ ყავს ამ სისტემას, ვინ მიიყვანეს, ვინ დაადანაშაულეს უდანაშაულოთ, ვინ დაამწყდეს ციხეში და ეს არის მთელი ქვეყანა გადაქცეულია. მე არ მინდა თქვა ერთი ცირკად, იმიტომ რომ ცირკი არ არის და სასაცილო აქ არაფერი არ არის, ერთი ტრაგედია. ერთი ტრაგედიაც, იმიტომ რომ საქართველოს დაპატიმრებულია ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, სინამდვილეში მაფიოზური კლანი, რომელსაც მხოლოდ არანაირი ემპათია არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არამედ ძალიან სჯულს ეს მოქალაქეები, ძალიან სჯულს თავისი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა გაარკვევს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა საქმე იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს ჩამოაშორა ხელისუფლებას პატრიოტული მთავრობა და მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა. ეს ახლა დღესავით ნათელია ყველასათვის და ყველა კარგად იცის, რომ იმის შემდეგ ჩვენი საქმეები მიდის სულ უფრო და უფრო. რა არის ეს ჰიბრიდული ომის ნაწილი? ჰიბრიდული ომი არის ის, რომ ყველაფერი გააბანძო, ყველაფერი ტალახში ათრიო. ჩვენ ხალხს უთხრა, რომ ისინი არაფრის ღირსი არ არიან, რომ ისინი ყოლად უნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ და ყველაფერი რაც მასში ხდებოდა, იყო არა ის დიდი წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები, ეკონომიკური მსოფლიო ბანკის მონაწილეები. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი კორუფციასთან. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია. ჩვენ ჩამოვიყავით ამერიკის სამი პრეზიდენტი საქართველოში. უამრავი სხვა სახელმწიფო მოღვაწე. ჩვენ ვიყავით ხელის ბუძეს ატარებელი და სანიმუშო ალაფოლ მთელი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. აი ეს უნდა დაავიწყონ და ჩაანაცვლონ მეხსიერების ჩიპი 1000 გვარი სისხლებით. უნდა გვესმოდეს თუ რაზე არის, რომ ეს ჰიბრიდული ომი ეს არ არის რამე ახალი. მე კარგად მახსოვს მაგალითად პრეზიდენტ გამსახურდიას რო წაუყენეს ბრალად, რომ მერსედესები იყიდაო და ლომები და ვებხვები ყავდაო სადღაც იქ ვოლიერში დამწყდეული. და მთელი ოქრო გაზიდა საქართველოს. იმაშინაც რუსული ხელწერა, რუსული სპეცსამსახურები, აბსოლუტურად იგივე ხალხი. მაშინაც ხაინდრავა იყო მაგალითად მათი პროპაგანდისტი, ახლაც ხაინდრავა. თუ დაემატა და გაზარეს კიდე ახლები, მაგრამ მაშინ ვინც იყო ბევრი, ლუგზარ თოფხარის რუსული სკოლა, იქცევე რუსეთივე რუსული სკოლა, აგრძელებს ამ უსგავსობის გავცემას. რაზეა დღევანდელი საქმე? დღევანდელი საქმე ეგრეთ წოდებული არის, ჯო რატო დაიწყო ერთი? 2015 წელს ღარიბაშვილს როდესაც კითხეს ჩემი წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ, მაშინ და პრემიერ-მინისტრს მან თქვა, აბა არ ჩერდებოდა და რა გვექნა, უნდა აღვეწო. და პირდაპირ დაეთქვა ეს საქმე ჩემი უკრაინის პრეზიდენტის ფერულად გახდომას. და
და შემდეგ დაპატიმრების აქცია გაიცა, მას შემდეგ რაც ოდესის ოლქის ყველაზე სტრატეგიული და დიდი ოლქის გუბერნატორი გავხდი უკრაინაში. შემდეგ 2021 წელს, როდესაც საქართველოში დაბრუნდი, იგივე მაშინ ახლად გაპრემიერ-მინისტრებულმა გარიბაშვილმა, ხელახლა გაპრემიერ-მინისტრებულმა განაცხადა, თუ არ გაჩერდება, კიდევ დავუმატებთ ვადას. და ზუსტად ეს ხდება აქ. მე ვაგრძელებ ბრძოლას, ქართული ხალხი აგრძელებს ბრძოლას, ესე იგი უნდა დავაშინო, ისევე უნდა კედელთან მიგვაყენო, ისევე უნდა წაგვართვან მომავლის იმედი. საქმე კონკრეტულად თუ ხვინმე საინტერესებს, ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები ბუნებრივი. საქართველოს პრეზიდენტი ხელფასი მაშინ ჩემი ხელფასი იყო 3-დან 4,000 ლარა. ბუნებრივია ამ ფულით ეხანდელი ეგრეთ წოდებული დეპუტატების ხელფასები არის თითქმის 3-ჯერ მეტი. ამ ფულით მე ვერც დონალდ ტრამპს გავუმასპინძლებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს, ვერც საჩუქრებს დავარიგებდი საპრეზიდენტოს და ძალიან ბევრი კულტურის მოღვაწეების მიმართ, აქტივური საზოგადოებრივი აქტივისტების მიმართ, უცხოელი დელეგაციების მიმართ. ბუნებრივია ყველაფერი ეს იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომელიც უშუალოდ საკუთარ გადაწყვეტილებით, რომელიც არის კოლექტიური ორგანო და იყო კოლექტიური ორგანო, გასაიდუმლოებული იყო, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული იყო, არ ცოდოდა ჩვენ თემს. პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან. ეს ყველაფერი იყო გრიფით საიდუმლო. შემდეგ მოვიდნენ ესენი გრიფით საიდუმლო მოხსნეს, ოღონდ მოხსნეს მხოლოდ ჩემს პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს. ჩემი პრეზიდენტობის დროის ოფისის ხარჯებს. თვითონ გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში საიდუმლო ხარჯო ყველაფერს. უფრო მეტად ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გევანგელ ეგრეთ წოდებულ უშუალოდ მაშინდელ ეგრეთ წოდებულ მთავრობას მოთხოვნით რომ მოგვეცდათ მათ ხარჯებზეც ასევე გრიფით საიდუმლო შეხვედრებია უბრალოდ ერთმანეთთან. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მადანაშაულებრივ რაღაც ნახატი ვიყიდეთ საპრეზიდენტო სასახლის ორბელიანის სასახლე, რომელიც ჩემიას ასევე ჩემი მიერ არის აშენებული. იქ სალომე ზურაბიშვილმა მაგალითად ძალიან ბევრი ნახატი იხნახა, იყიდა და ასევე ამ გრიფით საიდუმლო გადაიყოდა იგივე საკეთებდა მთავრობა და გვაინტერესებდა ერთი როგორი მე თუ მასამართლებთ იმას რომ რაღაც ნახატი ვიყიდეთ, იყიდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ რო იყიდეს ის რა თქმა უნდა ასეთ გამოსულა. თუ ეს სისხლის სამართლის აღშფოთება, მე მაშინ ვარ ის სისხლის სამართლის აღშფოთება, ამაში არის. ჩემ ადვოკატებს უარი ეთქვა გრიფით საიდუმლოს მოხსნას. იყო რაც თავარი ყველა ჩეკი არის ოფიციალურად გაფორმებული რამის დამალავებლად. ესე იგი ორი რაღაცა ყველაფერი არის ლეგალურად გაფორმებული, გატარებული ყველა კანონიერი ხარჯი და ისო კანონიერი იყო გაფართოვებული ყველა კონსტიტუცია და კანონით გასაზღვრული არაფერი არ ყველა ქვეყანაში. პრეზიდენტი იღებს ყურებს, ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი გადაცემს მისი მიხედულებისა რომ ვიღაცას პირად საჩუქრებს, ყველა ქვეყანაში ან უმეტეს ქვეყნებში პრეზიდენტის კურნალობის ხარჯები იფარება სახელმწიფოს მიერ, აბა როგორ არ უნდა მემკურნალად თქვა, როცა რაღაც ჭირდებოდა მათ შორის სერიოზული ზოგჯერ ხირურგიული ჩარევაც 3000 რაღაც ლარიანი ხელფასი. ეს ყველაფერი იფარება სახელმწიფოს მიერ და ყველაფერი ფორმდება ოფიციალურად, რომ არავის არ კონდეს მერე ეჭვრო სადმე რა ყველაფერი დაიხმარებული ან მოიპარეს ან დაიხმარეს. ხოლმე პრინციპში არც მე გამეცალ. ნუ შარეთვა წამეღო ახლა. ცხოვრობს იმავე ბინაში, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობამდე. დედაჩემი ცხოვრობს 90-იან წლებში ბაბუაჩემის და ბებიაჩემის მიერ აშენებულ ბინაში. მე პირველი ნამდვილი სახლი მერილსა
პრეზიდენტობის დასრულებიდან 9 წლის თავზე უკრაინაში, სადაც მაგარი საფასი მქონდა. მანამდე ყოველთვის ნაკირაებს ცხოვრობდი და საკმაოდ მოგზაურობდი. ჩემი შვილიც ალისა ცხოვრობს ძალიან პატარა ბინაში და ესე რომ ეს ფული ასად არ წაგებულა, მე ეს ასად არ წამოვიდა. გახსოვთ როგორი ყოლენ თავიდან მოწადინებული. იძახოდნენ რომ სრაკაშვილო მოიპარა 19 მილიარდი. ეს ამას ეს ხო ქოც პროპაგანდა. 19 მილიარდი. იძახოდნენ რომ სააკაშვილმა დახოცა უამრავი ხალხი. და ბოლოს რაზე მასამართლეთ? არა მოპარულ ფულზე. არა ვიღაცის დახოცვაზე, იმიტომ რა თქმა უნდა არავინ არ გამიხოცია. მასამართლეთ ფულის გაფლანგვაზე, ესე იგი ოფიციალური ხარჯები ყველაფერი რაც მე იყო სახელმწიფო ეს თუნდა ყოფილა ფულის გაფლანგვა.